ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. რამდენიმე წუთის წინ დაიწყო საქალაქო სასამართლოში 700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილის პროცესი. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ადვოკატი კი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს. შპს ფინის დირექტორს 2022-24 წლებში უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით 59 წლის მამაკაცმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეში შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს კი დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ. ფულის გათეთრების საქმეზე განცხადება გავრცელა ეროვნულმა ბანკმა. ასებში თქვეს, რომ თანამშრომლობდნენ შესაბამის უწყებებთან და ჩართულები არიან საგამოძიებო პროცესში. განცხადებაში ნათქვამია, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ეროვნული ბანკი იყენებს შესაბამის საზედამხედველო ზომებს. სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები. ამასთან საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით. ელენე ხოშტარია ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5,000 ლარიანი გირაო შეფარდა. საპატიმრო გირაოს გადასახდელად კი მას 20 დღე განესაზღვრა. პროკურორის განმარტებით ელენე ხოშტარიამ დააზიანა კახა კაბაძის საარჩევნო ბანერი, რითიც პარტიას 570 ლარი ზიანი მიადგა. პროტესტის ნიშნად არ დაესწრო თავად დაკავებული ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გირაოს არ გადაიხდის. დაკავებულმა უარი განაცხადა ჩემთან კომუნიკაციაზე. მე ბუნებრივია ბრალდებულთან პოზიცია არ მქონდა შეთანხმებული. შესაბამისად საქმის გაცნობის მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ მტკიცებულებები არ არსებობს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე და არანაირი აღკვეთი ღონისძიება არ უნდა გამოყენებულიყო ბრალდებულის მიმართ. დამატებით დაკავების საფუძველიც არ არსებობს ჩემი აზრით. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დაკავების საფუძველიც კი არ არსებობს მოცემულ საქმეზე და მოვვითხოვე, რომ დაკავებიდან განთავისუფლებულიყო. საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბრალდებულს სხვისინთვის განზრახ დაზიანების ფაქტზე, რომელიც აღემატება 150 ლარს, რამაც მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული, შესაბამისად მოხდა ბრალდების აღნიშნული საფუძველზე მოხდა ბრალდების წარდგენა ბრალდებულისთვის. ზოგადად საპატიმრო გირაოს შემთხვევაში თუ ბრალდებული დღესვე გადაიხდის საპატიმრო გირაოს გადახდის მომენტიდანვე გათავისუფლდება შესაბამის დაწესებულება. სანამ არ გადაიხდეს შესაბამისად იქნება დაწესებულებაში. რადიკალიზმის ახალისება დაფასებს. მმართველი გუნდი ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას არ გადაიხადოს გირაო. დღეს ჟურნალისტებმა ამ თემაზე შეკითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარეს. ჩალვა პაპუაშვილი ხოშტარიას მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებულ ფულზე საუბრობს. ეთყობა რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის. ასე რომ მას რომ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0.001% გამოდის ალბათ საქართველოს ბიუჯეტისთვის გაემეტებინა ეს 5,000 ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ მას ეს რუსული ბიუჯეტიდან მიღებული ფული ეთყობა ენანება საქართველოს ბიუჯეტს. რა უნდა თვითონაც არ იცის, მიდის აზიანებს პირდაპირ ისეთ ნივთს, რომ რაზედაც იცის კარგად, რომ აუცილებლად მოთხოვენ მას ეს სამართლებრივად პასუხს, არ ეთანხმება იმას, რომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას არ უჭიან და ასე შემდეგ. ნუ ხა ეს არის აბსოლუტურად ნდობა, საზოგადოებისგან ნდობა დაკარგული ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი, რომელიც გამოიყენება რადიკალიზმში, როცა ეს ჭირდება მათ პატრონებს. ევროკომისიის პრეს-სპიკერმა ანიტა შიპერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და მისივე თქმით ყველა დაკავებულ პოლიტპატიმარს. ამ ტერმინის გამო პრეს-სპიკერს ქართული ოცნება აკრიტიკებს. მმართველ-გუნდში ბრიუსელის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ყველა დაკავება არის დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული.
First and foremost, პირველ რიგში ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში. ჩვენ სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ მათ მიმართ და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები და ვაგრძელებთ გზებისა და ვარიანტების შესწავლას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას. to explore ways სპეკულაციების იბინძურე, რასაც ვხედავთ ამ ბიუროკრატების მხრიდან განცხადებების სახით, რომელიც ყოველთვის დაფუძნებულია ტყუილზე, ცილისამებაზე. რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები აზიანებს მათ, აზიანებს ზოგადად ევროკავშირს. როგორ შეიძლება ადამიანმა თეთრზე თქვას შავია მტკიცებით ფორმაში, წარმოუდგენელია უბრალოდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა სამწუხაროდ და საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს და ხედავთ როგორი დამოკიდებულება და როგორ ექცევიან ჩვენს ქვეყანას და რა ტიპის განცხადებებს აკეთებენ. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა დიპლომატებისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა. ქართულ ოცნებაში აინტერესებთ, რა მიზნით მართავენ ფარულ კონსულტაციებს ელჩები მათ ოპონენტებთან. ბოლო რამდენიმე დღეში გაიმართა არაერთი შეხვედრა, მათ შორის ელენე ხოშტარია დაკავებამდე ნიდერლანდების ელჩს. გიგა ბოკერია და გიორგი ბარამიძე კი ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ. იმ შეხვედრას ვესწრებოდი მეც. ეს შეხვედრა იყო უვიზო მოსვლის შესახებ, ის გავაცანეთ ის განწყობები, რაც საზოგადოებაში არის. გავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ჩვენ წინააღმდეგობას ვაგრძელებთ, არ მოვახდენთ ნორმალიზება სიტუაციის. ამის გამო ეს პირველი შეხვედრა არ ყოფილა, მსგავსი შეხვედრები ჰქონდა ჩვენ ბევრჯერ სხვადასხვა ელჩებთან. როდესაც იმ დაჯგუფებებთან, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ აპირებენ დემოკრატიული პროცესის საბოტაჟს, რომლებიც ამბობენ, რომ უნდა ჩაშალონ არჩევნები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელი უნდა შეუშალონ მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოვლენაში, მათთან ასეთი ტიპის შეხვედრები, სალონური საუბარი, თითქოს არაფერი, ასე ვთქვათ, ეს ახალისებს მათ შემდეგ ქმედებებში. მაშინ, როდესაც ამას თან არსდევს კაფეო პოზიცია, ამ შემთხვევაში ბრიტანეთის საელჩოსი თუ სხვადასხვა ინსტიტუციის კაფეო პოზიცია მათი რადიკალური ქმედებების მიმართ. ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობის დასტურად აფასებს მმართველი გუნდი ჰექსოგენის საქმეზე მოპოვებულ აღიარებით ჩვენებას. საქმის ახალი დეტალები, რომელიც კურიერმა გაარკვია პოლიტიკური დისკუსიის თემაა. ქართულ ოცნებაში არ უკვირთ, რომ ჰექსოგენის საქმის კვალი უკრაინის სპეცსამსახურებამდე მივიდა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ექსკლუზიურად მოპოვებული ჩვენებით, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულ ტრაილერის მძღოლს ეკუთვნის, დასტურდება, რომ უკრაინიდან საქართველოში განსაკუთრებით საშიში ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გამოგზავნეს. ნიშნულების საბოლოო ადგილი კი თბილისი უნდა ყოფილიყო. არსებობს თუ არა კავშირი ამ საქმესა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და გარკვეული ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის. საკითხზე სუსი გამოძიებას განაგრძობს. ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერით უნდა ვიყოთ ჩვენ დაკავებულები და არა მათი ლანძღვით და რაღაცა ამ თეორემების შეთხზით. ეს არის აბსურდული რაღაცა, რომლითაც ცდილობენ, რასაც ცდილობდნენ ხოლმე, აი ხან რაღაცა საბურავების რევოლუციას, ხან რაღაცა კიდე რაღაცებს არ ქმევდნენ. თითონის პირი, ვინც არის დაკავებული, ის ამბობს, რომ თითქოს ეს ყველაფერი რუსეთში გასატანად იყო გამიზნულიო. თუმცა, რაც ვიცი, დადასტურებულად, არის მე მგონი,ავლაბარში რუსეთი არ არის. 2.5 კილო ჰექსოგენი, რომ იქნებოდაავლაბრის კონკრეტულ მისამართზე. აი, შემთხვევით, ხო, განზრახვა არ ქონდათ, არა და იქ სხვაგან მიქონდათ. აი, შემთხვევით, ხო შეიძლება რაღაცა მომხდარიყო. შეიძლება, რომ შემთხვევით ის აფეთქდეს, მთელავლაბას ხო აიტანდა ცაში. შეგუებულები იყო უკრაინის სპეცსამსახური, სადაც ქართველი მუშაობს, გია ლორდკიფანიძე. შეიძლება აფეთქეს, მაგრამ ჯანდაბას აიწიოსავლაბარი და თბილისი. აიწიოს ჰაერში. ოღონდ თავის მიზნებს მიაღწიონ რუსეთში. აი რომ დავიჯეროთ ის ვერსია, ოღონდ რუსეთს ზიანი მიაყენონ და ჯანდაბამდე გზა ქონია ქართველებს და ქართველ ქალებს და ქართველ ბავშვებს აქ რო აფეთქებული, ხო? აი ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბრობთ უკრაინის სპეცსამსახურებზე, რომელმაც არაერთხელ მოინდომეს ჩვენი დაზიანება და საბედნიეროდ ქართული სპეცსამსახურები ყოველ ჯერზე უფრო ფხიზელი და ძლიერი აღმოჩნდნენ. შეეშვან საქართველოს ჩათრევას თავის ომში. ამ წუთებში მედიასთან კომენტარს აკეთებს პრემიერ-მინისტრი, რომელიც აჭარაშია, პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ირაკლი ყობახიძის განცხადებას. ჩვენ საგანგებო ყურადღებას უთმობთ, რა თქმა უნდა, სტარტაპებს, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს და თქვენ იცით, რომ ჩვენ საგანგებოდ შემოვიღეთ
შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმიც სტარტაპებისთვის, კერძოდ 3 წლის განმავლობაში ნულოვანი საჩვენო გადასახადით იბეგრებიან სტარტაპები ჩვენი გადაწყვეტილებით. თქმა ეს ყველაფერი ხელშეუწყობს სტარტაპების განვითარებას. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე, როდესაც გამოირჩა 20 ყველაზე წარმატებული სტარტაპი, რომელიც სახელმწიფოსგან მიიღებს დაფინანსებას და თითოეულ სტარტაპერს მინდა უსურვო წარმატებები. ჩვენ ასევე აჯარაში ამდენიმე ობიექტს ვესტუმრეთ, მათ შორის სკოლას, ახლად გარემონტებულ სკოლას და მინდა ყველას მიულოცო სასწავლო წლის დაწყება ახალ გარემოში, რაც ძალიან გვახარებს. ასევე დღეს დავათვალიერეთ ბათუმის აეროპორტი, სადაც განხორციელდა და ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. და ასევე გობლეთში ნახეთ სპორტული ინფრასტრუქტურა, ჩელი არენა, სადაც 300 ბავშვი დადის ფეხბურთზე და რა თქმა უნდა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ამ მიმართულებითაც, რომ დამატებით გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები და რა თქმა უნდა მთავრობა აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ როგორც ეკონომიკა წავახალისოთ, სპორტი წავახალისოთ, განათლების სისტემა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ. ყველა ეს პრიორიტეტი იქნება სათანადო ყურადღების ქვეშ მომავალშიც. ევთოოდირის დასკვნებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა ყოფილიყო საარჩევნოდ, ვარი განაცხადეს მათ მონაწილეობაზე, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ჩეხეთში დააკვირდებიან ისინი არჩევნებს, ეს თარიღი არის დაახლოებით 9 რიცხვის და რო გითხრათ, რასთან შეიძლება იყოს ეს ვარი დაკავშირებული. არა მარტო ჩეხეთის მაგალითი, უშუალოდ საქართველოს მაგალითი 2008 წლიდან მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული პრაქტიკა დაახლოებით 1 თვით ადრე ევთოოდირის მოწვევა და შემდეგ მათი მხრიდან არჩევნების დაკვირვება. შესაბამისად, აქაც რა თქმა უნდა საკმარისი დრო იყო, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ევთოოდირისკენ არ გვიგვირს საქართველოში არ ჩამოსვლა იმ ეგრეთ წოდებული ბულინგის ფონზე, რაც მათ გამოიარეს რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან. ასეთ ფონზე რა თქმა უნდა არავის უგვირს, რომ ევთოდირმა თავი შეიგავა საქართველოში ჩამოსვლისგან, თუმცა ჩვენ ველოდებით მათ 2028 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ბრიტანეთის საელჩოში იყვნენ ბოკერია და ბარამიძე. ბარამიძე ადასტურებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით იყო მოლაპარაკებები და ასევე სხვა რაღაცებზე. როგორ შეაფასებთ, რას უკავშირებთ ამას და მაგაზე რას ეხება? საინტერესოა, რომ მათ შორის ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებითაც გააკეთეს განცხადება ევროსპიკერის რამდენიმე საელჩო, რამდენიმე ევროპული საელჩო პირდაპირ არის სამცხოროდ ჩართული საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებაში, ისინი შესაბამისად ხშირად ხვდებიან რადიკალებს და ეს არის სამწუხარო მოვლენა. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ევროკავშირის ევროპული ქვეყნების იმიჯს საქართველოში ეს ძალიან აზიანებს. და როდესაც ხვდები არჩევნებთან დაკავშირებით ისეთ პარტიებს, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობენ არჩევნებში, ეს კიდევ უფრო მეტად გაუგებარია, ხომ? ძალიან ცუდია, როდესაც კონკრეტული ელჩები, საელჩოები ახალისებენ საქართველოში რადიკალის, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას აკვირდება, საზოგადოება ამას აფასებს და კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ეს ყველაფერი ევროპული ქვეყნების, ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე საქართველოში ძალიან ცუდად აისახება. ხოშტარიას შემთხვევა კიდევ უფრო მძაფრია. ის არაფერს ბატონო, ირაკლი გირაოს გადახდეს ზოგადად რომ შეაფასოს მისი მიზანმიმართული დანაშაული ის რაც შეიძლება. ხოშტარიას შემთხვევა კიდევ უფრო მძაფრად აჩვენებს საელჩოების დამოკიდებულებას. ის არა მარტო რადიკალიზმით არის დაკავებული, ის არის პერმანენტულად დაკავებული კანონის მოთხოვნების დარღვევით და ამ შემთხვევაში, ბოლო შემთხვევაში უკვე მან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებაც ჩაიდინა. ხო, როდესაც ასეთ დროს ხდება ხოშტარიას არ მარტო რადიკალიზმის, არამედ პირდაპირ კანონდარღვევის წახელისება, ეს არის ბუნებრივია შემაშფოთებელი. არ შეიძლება ასე გაუფასურონ საქართველოში ევროკავშირის იმიჯი, ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირის ბიუროკრატია. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს. ეს ჩვენთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, ამდენადაც იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და მთლიანად ევროკავშირის იმიჯი საბოლოოდ არ დაზიანდეს. გირაოს გადახდეს არაპირებს აი ამ ფაქტს როგორ შეაფასებთ? რა ჩხა გირაოს ეს მისი საქმეა, მაგასთან დაკავშირებით ჩვენ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერავით არ პოზიციას ვერ გამოხატავთ, იცით რომ არსებობს კანონმდებლობა, ამ კანონმდებლობის თანახმად კონკრეტული ზომებია გათვალისწინებული იმ შემთხვევაში თუ პირი არ იხდის გირაოს, ხო დანარჩენი არის ყველაფერი კანონის საქმე. ბატონო ირაკლი, უნდა გითხოთ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რა ურთიერთობა გაქვთ თქვენ სულ ცოტა ხნის წინ ტევაპიროლთან თქვით რომ გქონდათ კომუნიკაცია. დღეს რა ურთიერთობა გაქვთ თქვენს წინამორბედთან და რა როდის გქონდათ ბოლო კომუნიკაცია?
კომუნიკაცია. თქვენ რატომ გაინტერესებთ? რატომ გაინტერესებთ? იმიტომ რომ მისი გუნდის წევრების დაკავებით ხართ, არის ხელისუფლება დაკავებული და ჩვენ არ ვართ დაკავებული, რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს. კონკრეტული საქმეები აღიწერა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ეს არის მთლიანად კანონის თემა. ეს არ ეხება მთავრობას როგორც ასეც, ეს ეხება შესაბამის უწყებებს. რაც შეეხება ურთიერთობებს, ამას უკვე გავაკეთე მე კომენტარი, მქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდშიც იყო ეს კომუნიკაცია, თუმცა ეს თქვენთვის არ უნდა იყოს საინტერესო. თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს ერთ-ერთი რამ, რომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურ ზომებს იღებს კორუფციის აღმოსაფხვრულად საქართველოში. ზოგადად ეს არის საინტერესო. ამას უკავშირდება პროკურატურის აქტიურობა, ამას უკავშირდება სხვა სამართალდამცავი საფრთხების სამსახურის სხვა სამართალდამცავი უწყებების საქმიანობა. თქვენ იცით, რომ ყველა ძირითადი მიმართულებით გააქტიურდა კრიმინალთან ბრძოლა. ეს ეხება კორუფციულ დანაშაულებს, ეს ეხება ნარკოტიკულ დანაშაულებს, ეს ეხება ორგანიზებულ დანაშაულს და ეს ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის. რომელაური ღარიბაშვილი და დანარჩენები ვერ მუშაობდნენ ბატონო ირაკლი? არაფერში არ არის. როგორ არა, როცა ამბობთ რომ კრიმინალთა პასუხისგებლობას მეც ვინაწილებ ხო მართული პარტიის თავმჯდომარე ვიყავი მათ შორის ბოლო წლების განმავლობაში. ხო მაგას ეგ არ არის საუბარი. თქვენ იცით რომ ჩვენ ხელისუფლებას ჰქონდა უამრავი გამოწვევა. მათ შორის ეს იყო გარედან ხელოვნურად შექმნილი გამოწვევები და როდესაც გაქვს მაგალითად რთული პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო, როცა არის რეგიონში მიმდინარე ომი, როდესაც ამ ფონზე არის ზეწოლა ხელისუფლების მიმართ, რომ მაგალითად ჩაერთოს საომარ მოქმედებებში და შემდეგ, ასე დროს რაღაცებს შეიძლება ვერ დაუთმო სათანადო ყურადღება ობიექტური მიზეზების გამო. თუმცა მაგ არავის პასუხისმგებლობაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, მე შემიძლია გავიზიარო ამას პასუხისმგებლობა, თუმცა ამ ყველაფერს ჰქონდა ობიექტური მიზეზები. თუმცა არა, ან მასზე ახდენდა ზეწოლას დიფლეტი. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ჩვენ დღეს ვართ, ხშირად გითხოვს ეს და კიდევ ერთხელ გაიმეორებ, დღეს ჩვენი სახელმწიფო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს და ეს მოცემულობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მკაცრად ავამოქმედოთ კანონი ნებისმიერი ტიპის დანაშაულთან მიმართებით და ეს არის თავარი მიზეზი, რატომაც დღეს არის გააქტიურებული. ეს არ არის წარსულს რაც შეეხება, არავის პასუხისმგებლობა არ არის. არც ჩემი თქვენ საქართველოს პარლამენტში ვიყავთ მაკონტროლებელი იყავით. სად იყავით, როდესაც ჯერ ერთი რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, დავალოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას, კანონს უნდა ვცემთ უბრალოდ პატივი. ეს ერთი. რაც შეეხება ზოგადად კორუფციულ დანაშაულებს, კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ თავის დროზე ჩვენ შეიძლება ვერ ვახერხებდით კანონის ამოქმედებას მთელი სიმკაცრით, იმის გამო რომ იყო უამრავი გამოწვევა, უამრავი ხელოვნურად შექმნილი გამოწვევა. დღეს მადლობა ღმერთს გვაქვს იმის საშუალება ყველა მიმართულებით ხედავთ, რომ როგორც ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით, კორუფციულ დანაშაულთან მიმართებით, ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებით, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებით, ჩვენ დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით, რის საშუალებაც არ ქონდა ობიექტური მიზეზების გამო. შეიძლება ვნახოთ გისოსებს მიღმა ბატონო ირაკლი. შესაძლებელია უშვებთ ამას, რომ ეს თანხაც, რომელიც თუნდაც ჯუანშერ ბურტულაძე იპარავდა, როდესაც ყოფილ პრემიერზე ვისვავთ ასეთ კითხვას, ეს ჩემთვის არის მომიტევეთ სპეკულაციური შეკითხვა. ნახეთ რაღაც აერიდან არ უნდა დამისვათ ისეთი შეკითხვა. ნახეთ არის კონკრეტული პირია. გამოდის რომ ირაკლი არაფერს აკეთებდა. სხვა რამის ერთი რომ რაც შეეხება ზოგადად დანაშაულთან ბრძოლას. შესაბამისი კითხვები არ უნდა დაისვას ჩემს მიმართ. იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრის ფუნქცია და უფლებამოსილება არ არის რომ მიიღოს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის საქმეების აღზრდასთან დაკავშირებით და ამ შემდეგ. რა გვარიც არ უნდა ახსენოთ, არც ერთი გვარის მიმართ არ შეიძლება ეს შეკითხვები. არ გამორიცხავთ ღარიბაშვილის დაკავებას.
კიდევ უფრო სპეკულაციური. არა, რატომა? ბატონო, თუ ამბობთ, რომ მის დროს ხდებოდა დანაშაული უფრო მეტი, ეს არის სპეკულაცია. აბა რა არის? 4 ოქტომბერს ოპოზიციის თქვენ უნდა გავყვეთ მე სხვა გვარებს და ამიტომ არც ერთ გვარზე არ გებასებთ. ღარიბაშვილზე, როდის ნახეთ? აი, როგორი მეგობარი იყო თქვენი? არ არის. იყო თქვენი მეგობარი? თქვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო. კარგი, მაშინ ეს უნდა თქვენთვის საინტერესო. ძალიან კარგად იცის სახელმწიფო სამართლის კანონი. არა, დაასრულოს. ერთის დაგადმო. პასუხი და რატო არ ვასრულები? არ მინდა, მაგრამ პატექსები. მადლობა. იყო წარმატებული ყველგან, სადაც ის დღემდე მოღვაწეობდა, მას აქვს თავისი ძალიან მყარი და ლოგიკური საფუძველი, ეს არის განათლება, პროფესიონალიზმი, ძალიან კარგად იცის სახელმწიფო სამართლის კანონის ღირსების ფასი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის პატრიოტიზმი. გეცნოთ ეს სიტყვები? არ შესანიშნავი სიტყვებია. თქვენი სიტყვები და სწორედ ამ სიტყვებით შეამკეთ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში პრემიერად რომ პრემიერ კარგად გითქვამ და ეხაც იგივე სიტყვები. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ რა თქმა უნდა, რასაც ვამბობდი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, მე შემიძლია კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი იგივე დამოკიდებულება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. მან ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის იმ 3 წლის განმავლობაში 2021 წლიდან მოყოლებული, როცა რთული პროცესები გამოვიარეთ, ამიტომ რაც თქვი მაშინ შემიძლია იგივე დამოკიდებულება დღესაც გავიმეორო. კორუფციაში იყო ჩარული, როგორ გააკეთა ყოველთვის მისი გუნდი და ამის გუნდი და იმის გუნდი, როდესაც კონკრეტული დანაშაულის ჩადენა ხდება, სამართალდამცავი უწყებები რეაგირებენ ამაზე, ეს არის და ეს. 2 წლის მერე. ოქტომბრის ოპოზიციის ნაწილის გეგმებთან დაკავშირებით ანონსები მშვიდობია გამხომეს პატევის დედები ამბობენ, რომ კეთილ რევოლუციას დაიწყებენ. ღამეს რევოლუციას აი თქვენი შეფასება როგორია მათ გეგმებთან დაკავშირებით? მე კიდევ ერთი რამ მინდა გავიმეორო, რომ შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს. არავის არ მივცემთ ამის საშუალებას, როგორც ვახსენე კორუფციასთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც. ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწოდებ, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა, ემანდ, როგორც სიტყვიან ჟარგონზე, არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული. კანონი არ შეიძლება ასე მარტივად დაარღვიოს ადამიანმა, სადაც დავინახავთ კანონის დარღვევას, მათ შორის რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება. დეტალები საქმის დეტალები მე არ ვიცი, ეს არც არის ჩემი საქმე, მაგრამ ზოგადად ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ NGO-ები პირდაპირ იყვნენ ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ხო, ანუ სამართლებრივის მიღმა რო შევაფასოთ, მაგალითად მე მახსენდება პირადად გიგაურის საერთაშორისო გამჭვირვალობა, როგორ ავიდა სცენაზე 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირმა უსამართლოდ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და როგორ მოითხოვეს არა მარტო მთავრობის გადადგომა, არამედ საკუთარი ჩართულობით ახალი მთავრობის საკომპლექტებაც, რაც საერთოდ არ არის ბუნებრივია NGO-ების საქმე. ან მათ სადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, ხო, რაც არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური მოვლენა, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. დანარჩენზე რა თქმა უნდა სამართალდამცავი უწყებები იმშელებენ. ხერსინგენის დაკავშირებით ვკითხავთ თუ შეიძლება ბატონო ირაკლი პურიერ მომოიპოვა ჩვენება, სადაც დასწრება მკითხოთ ამ ჩვენებაში, რომ დასტურდება ჩვენებით, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო გამოგზავნილი სასაფეთქებელი ნივთიერება, ასევე ფიგურირებს ყოფილი მაღალჩინოსნების გვარები, ახალაია ლოთიფანიძე. თქვენ თუ ხედავთ შესაძლო კავშირს 4 ოქტომბერსა და ამ დანაშაულთან დაკავშირებით ზოგადად შეაფასოთ? რაც შეეხება ზოგადად 4 ოქტომბერს, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ პროვოკაციები და სისხლისამართლებრივი დანაშაულების ჩადენით შეიძლება ფონს გავიდნენ, რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემს არავის ამის საშუალებას. მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი ასეთი იდეა იხარშებოდა რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა ყოველ ჯერზე სამართალდამცავი უწყებები იდგნენ მოწოდების სიმაღლეს და არავის არ აძლევდნენ ასეთი პროვოკაციების განხორციელების საშუალებას. დღეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია, არის ერთმოშტად შეკრული. შესაბამისად, ვინმეს ასეთი იდეები თუ აქვს, რა თქმა უნდა, ამ იდეებს არ უწევია განხორციელება. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების ჩართულობას ამ საქმეში, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ასე უხეშად ეპყრობიან ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკრაინული უსაფრთხოების უწყების
წარმომადგენლები, ეს არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ. პროკურატურის ბრიფინგთან დაკავშირებით ვკითხავთ ფულის გათეთრების საქმეზე, პრეზიდენტ ბრიფინგზე საუბარი ამ დანაშაულთან დაკავშირებით. ერთი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო, ერთადერთი კომენტარი არის ის, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და შესაბამისად კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე. იმიტომ რომ საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი და ეს შემდეგ ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს. ბატონაკი წელიწად ნახევარია ხართ პრემიერ-მინისტრი. მანამდეც მაღალ თანამდებობაზე იყავით პარტიაში, პარლამენტში. რანაირად მოხდა, რომ 2 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარი შავი ფული შემოვიდა? ამავე პერიოდში თქვენი გუნდის ხომ ქართული ოცნების წევრები ყო თუკი არ უწავალთ ღარიბაშვილის გუნდზე. კორუფციაში იყვნენ ყველამდე. თავდაცვის მინისტრს აგერ სახლები აუშენებენ იქ რომეო მიქაუტაძე რომელი ერთი უტრირებული შეფასებია. რატო აუტრირებელი? რაც შეეხება კიდევ ერთხელ გაიმეორებ. რაც შეეხება 2 ნახევარი ვერ გაიგეთ 2 მილიარდი რო შავი ფული ტრიალებს. ნახეთ, ჩვენ კორუფციასთან საბრძოლოდ მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შორის ბევრი მიმართულებით პრაქტიკა შევცვალეთ რადიკალურად. თქვენ იცით, რომ მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება. აღკვეთეთ პირდაპირ წესით პრივატიზაციის პრაქტიკა და შემდეგ უამრავი ნაბიჯი გადაიდგა და ასევე შეგახსენეთ, რომ უამრავი საკადრო ცვლილება განვახორციელეთ. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ კორუფციის აღმოსაფრთხებლად ჩვენს ქვეყანაში. გახსენებაზე არ არის. გახსენებაზე არ არის. იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, სუვერენული, დამოუკიდებელი როგორც არასდროს და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დღეს მაქსიმალურად ეფექტურად ვებრძოლოთ ყველა კატეგორიის დანაშაულს, მათ შორის კორუფციულს, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულს, მათ შორის ნარკოტიკულ დანაშაულს და მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულს. რისი შესაძლებლობას, პრაქტიკული შესაძლებლობა არ ქონდა აქამდე, დღეს ამ ყველაფრის შესაძლებლობა გვაქვს. აქედან გამომდინარე, დღეიდან თუნდაც შეგიძლიათ დაიწყოთ ათვლა და ნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფო ყველა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ანონსებთ, როგორც მივხვდით, კიდე ახალი დაკავებები იქნება და დავთვლით მართლაც, მაგრამ რას გეკითხებით? წელიწად ნახევარი, რომ 2 მილიარდი დოლარი შავი ფული ტრიალებდა, თეთრდებოდა. ამაზე პირადად ირაკლი კობახიძე როგორც ბოლო წელიწადზე არ არის როგორც ვიცი საუბარი, მეგონი 2021 წლიდან დაიწყო ეს ყველაფერი, არ ვიცი, მე დეტალები ნამდვილად არ ვიცი. განმავლობაში იყო საუბარი ამაზე და ამდენხანს რასაკეთებთ ამაზე საუბარი როდის იყო კაცო. გამოვლინდა. ახლა გამოვლინდა. არ ვიცი, მე დეტალები არ ვიცი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმე და ეს სტანდარტია, როგორც მოგეხსენებათ, რომ ხდება ინიციირების. მე არ ვიცი, მართლა არ ვიცი. არ ვიცი, სახელი და გვარი ითქვა თუ არ ითქვა, მართლა არ ვიცი. არ მე ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ითქვა თუ არა სახელი და გვარი, ეს მე ნამდვილად არ ვიცი. მაშინ გითხარით თქვენ. ეს უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივაა სახელის და გვარის. რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულს. და რომ იყო პრეროგატივა, იმიტომ გამოვლინდა, ხო, შევიდა მამუკა მდინარეზე უსაფრთხოების სამსახურში და აგერ ორ კვირაში დადო ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება. მე არ მინდა არც ერთ ახალსა და ვიღაცამ რაღაცა ვერ ქვენით, ვიღაცამ ქვენით, თავარია რომ დღეს უნდა გეხაროდეთ, რომ კონკრეტული დანაშაული გამოვლინდა. ხო, ლილუაშვილს იმის გამო რომ ესეთი რამე ვერ შენიშნე, ეს ახლა არ ვიცი, შეიძლება რა თქმა უნდა, შეიძლება ობიექტური მიზეზი აქვს იმას, რომ გამოვლინდა ეს დანაშაული ახლა და ვერ გამოვლინდა, მანამდე არ ვიცი მე. ამასთან დაკავშირებით პასუხს გაგცემთ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახური. კორუფციის წინააღმდეგ კანონში შედის ცვლილება სამოქალაქო დეკლარაციის შევსება. ზოგადად ისი პრევენცია ის და რას მოგიტანს ქვეყანას? ეს არის კიდევ ერთი ანტიკორუფციული ზომა. არავის არ უნდა ქონდეს იმის განცდა, რომ სახელმწიფოს ხარჯზე ეშოვის ფულს, მე რაღაც შეიძლება თუნდაც მოიხადოს რამდენიმე წელი საშელი ამისათვის და მე მთლიანად გათავისუფლდება და შეიძლება მოპარული ფული დახარჯოს იმისათვის, რომ არავის დარჩეს ამის განცდა. ჩვენ შეგვაქვს კანონმდებლობაში ცვლილება, რომლის თანახმადაც 30 წლის განმავლობაში დაევალება შესაბამის დანაშაულში იმშავდებულ პირს საკუთარი დეკლარაციის გამოქვეყნება, ყოველწლიური სამოხელეო დეკლარაციის გამოქვეყნება. ესეც არის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ზომა. ყველა ეს ზომა ზოგადად აჩვენებს ჩვენს სრულ ასეთ მოტივაციას, რომ მაქსიმალურად
ვიზრუნოთ საქართველოში კორუფციის თლიანად აღმოფხვრისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური, ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ გვინდა ცოტაში ვამციროთ და ამ შემდეგ, ჩვენ ვთქვით, რომ ევროპის სამეულში გვინდა მოხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. თქვენ შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ, რამდენად ამბიციურია ეს მიზანი, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, რომელიც სამხრეთ სარტყელში მდებარეობს. ხო, ანუ რაც უფრო არ ქონდათ ეს ამბიციები, რომელი ეხლა რო გაგახსენდა. არა, წელიწადნახევრის წინ თქვი, 8 ფებრუარს, როდესაც წელიწადნახევრის წინ გამოვედი მთავრობის დამტკიცების დროს, მაშინ თქვი ზუსტად, რომ გვინდა ევროპის სამეულში მოხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რაღაცეებს შირდება დრო და თქვენ როგორც ხედავთ, დღეს ვართ საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ყველა კატეგორიის დანაშაულს მაქსიმალური ეფექტიანობით პარლამენტის თავმჯდომარე რო იყავით, ირაკლი ღარიბაშვილს მაგას არ ეუბნებოდით. მინიმუმ არ ურჩევდით, მაკონტროლებელი იყავით და ვალდებულებაც უფრო მეტი ჰქონდათ და არ ურჩევდით მაგას. თქვენ ხო ამბობდით, რომ ჩვენ ისეთი გუნდი ყავს, წინოპური დაუდო არავინ არ აიღებსო და რანაირად აიღეს ამ პირადად მე რისი საშუალებაც არ მქონდა ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად თუნდაც ერთი წლის წინ იმის საშუალება მაქვს წელს. ვინ არ გაძლევდათ ამის? არა, ობიექტური მიზეზების გამო ვინ კი არა, გარემოებები, მაგალითად თუნდაც ის უხეში საგარეო ზეწოლა, რომელიც ხორციელდებოდა ქვეყანაზე მეორე ფრონტის გახსნის მიზნით. ეს არის ობიექტური გარემოება. გარედან გეუბნებოდნენ არ ებრძოლოთ კორუფციას. არა, გარედან გეუბნებოდნენ ფრონტი გახსნენიო. და ასე დროს, როცა ამ ხელა ზეწოლას გადიხარ, როცა გაშანტაჟებენ მუდმივად იგივე კანდიდატის სტატუსი იქ მოლაპარაკების გახსნის თემით და ეს შემდეგ, როდესაც ამ ხელა ზეწოლა სასაცილო თემაზე ვსაუბრობთ. ბატონო, მართლა გეკითხებით, ეხა ჩვენ რა ვსაუბრობთ სასაცილოა, რომ ქვეყანაში 2 მილიარდი შავი ფული შეტრიალებს, რომ თავდაცვის მინისტრს ჩართვები მომწონს თემას მეცე. აი, მართლა სასაცილოდ გაგიხადეთ საქმე, მაგრამ მე მგონი ამ ქვეყანას სასაცილოდ არა. მე მგონია თქვენ უნდა გიხაროდეთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, უნდა უხაროდეს ერთი რამ, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი. და დღეს სახელმწიფო შეუძლია, აქამდე არ გქონდა ჩვენ წლების მანძილზე ასეთი ძალა და დღეს მოქალაქეს უნდა უხაროდეს ის, რომ ჩვენ სახელმწიფოს აქვს ძალა სრული ეფექტიანობით ებრძოლოს ყველა კატეგორიის დანაშაულს, მათ შორის კორუფციას, ანტინარკოტიკულ დანაშაულს და ეს შემდეგ. თავრობის ეფექტიანობით საუკეთესოში აი ამ კლუბში შედეგები. არის სოციალურში. ევროპის სოციალურში აქ საუბარია საჯარო სამსახურის ხარისხზე კორუფციის ნუ ზოგადად თქვენ იცით, რომ ბიუროკრატიის ნაწილში ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა, რაც მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით არის აღიარებული, სწორედ ამის გამო ჩვენ ძალიან მაღალ ადგილს ვიკავებთ ყველა რეიტინგში, რაც უკავშირდება ბიზნესის კეთებას, ეკონომიკურ აქტივობებს და ამის გამოხატულებაა, რა თქმა უნდა, ეს რეიტინგიც და რაც შეეხება კორუფციას, კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ არსებული მოცემულობითაც ჩვენ 7 ქვეყანას ევროკავშირიდან მუდმივად უსწრებდით კორუფციის სიმცირის მაჩვენებლით, თუმცა ჩვენი ამბიციური მიზანია, კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ბატონო, პოლიტიკური ზეწოლისგან დამოუკიდებელი. იგი ზოგადად ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით, ყველა მიმართულებით ჩვენ უზრუნველყოფთ ის, რომ უზრუნველყოფთ იმას, რომ გადაწყვეტილებები მიიღება სწორედ პოლიტიკური ზეგავლენისგან, არა მარტო ზეწოლისგან, ზეგავლენისგან დამოკიდებლად. ეს არის მთავარი პრინციპი, რითაც ჩვენ მოქმედებთ, მათ შორის ბიზნესის თავისუფლება, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ესეც ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფო ზედმეტად არ ერევა არაფერს და პირიქით მხოლოდ ხელს უწყობს, მაგალითად იგივე ბიზნესის ეკონომიკური აქტივობის განვითარებას, ყველა მიმართულებით სახელმწიფო ხელისუფლება, ბიუროკრატია ცდილობს, რომ იყოს მაქსიმალურად ხელშემწყობი ნებისმიერი კერძო სუბიექტისთვის. ბატონო ირაკლი, 4 ოქტომბერზე უნდა ჩაგეკითხოთ. ლევან ხაბეიშვილმა ასე შეგაშინათ, რომ დააკავეთ და მიმოწერის უფლებაც აღარ აქვს, წერილსაც ვერ აგზავნის. რატო პირველი შემთხვევა სხვათა შორის პოლიტიკოსი დაპირების გამო რო დააკავეს ესე და მას ქეთიდოლიძე მაგრად ყოფილა გადარჩენილი 5 მილიონს პირდებოდა ყველა სოფელს, მაგრამ დამიჯერეთ 5 მილიონი კი არა, მე მგონი მილიონიც არა აქ რეგიონში. ნახეთ, ეს იყო კონკრეტული ხრთამის დაპირება სახელმწიფოს წინააღმდეგ დაპირისპირების სანაცვლოდ, ხო? ძალიან კონკრეტული შემადგენლობა აქვს მის დაპირებას, ხრთამის დაპირება იმის სანაცვლოდ, რომ კონკრეტულმა პირმა, ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა გადადგას ნაბიჯი სისტემის წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის ძალიან ცხადი. არ დაარბევსო. ეს არის ძალიან ცხადი
დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტი დანარჩენს დაადგენს სასამართლო. წერილების გამოგზავნის აკრძალვა ეს რამე ახალი ნეუხავა. მე არ ვიცი, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, ამაზე არც გადაწყვეტილის მიღება კომენტარის გაკეთება. და წერილებიც კი აგიგრძალონ ეს ნორმალური იქნება. მაგასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით კითხვები უნდა დაუსვათ შესაბამის ორგანოებს. თქვენ არ კითხულობთ რატომ არის ხაბეიშვილზე თქვენ გეკითხებით პრემიერი ხარდა ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი იმის შემდეგ არაფორმალური უწყისი იყო ჩვენ გვირჩი ეს მისთვის ხელფასის გაზდა ჩვენ რა თქმა უნდა კონკრეტულმა ადამიანმა აღარ ვიტყვი თამს თუ აძლევდით თქვენც დასაჭერები ხართ ჩვენ გვითხრეს რომ კონკრეტული უწყისით იღებდა უწყისით მაშინ თქვენც ხართ დასაკავებლები ვინც ხასაძლებთ როგორ გაგადრებათ ოფიციალურად არის სადმე დაფიქსირებული არა ეს აროფიციალური უწყისი იყო და იღებდა აროფიციალური არა ნერად არის თამიგაცო ვინც აძლევდა რატო არ აკავეთ კერძოფილს აძლევდნენ თანხას იმის სანაცვლოდ ჩვენ რო ვიკითხეთ არ მინდა ხომ ჩემი უფლება ეს არ თქვა რაც შეეხება არა რა თქმა უნდა ბიუჯეტის ფული არ იყო ეს იყო არაფორმალური უწყისი იყო და მაგიტომ შეიძლება არ მიეცეს ამას ქრთამის კვალიფიკაცია ჩვენ გვითხრეს რომ ნაცმოძრაობიდან გამოქვეყნდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი რა თქმა უნდა და გადაჭრით მიპასუხეთ ბოლოს დაიჭერენ პირდაპირ ან კი ან არა დაიჭერენ ხო რა კი თუ არა ბანერაკი გამორიცხავს თუ არა მის დაჭერას ეს არის სპეკულაციური შეკითხვა ან კი ან არა დაბერეთში უსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მედიის კითხვებს შეკვეთილში პასუხობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრი მოსამართლის ანდასრებით გამოძიების კითხვებს დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა ეკა გიგაურმა უპასუხა. საქმე ეხება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. მუხლი, რომლითაც საქმე აღძრული ითვალისწინებს საბოტაჟის, უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ქვეყნის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. კითხვები შეეხებოდა იმას, ვეხმარებოდი თუ არა მე პირადად დაჯარიმებულებს, მათ მოიტანეს ინფორმაცია ჩემი პირადი ანგარიშიდან გადარიცხვებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ანგარიშზე, რომლის მიზანიც იყო ის, რომ დაკავებულების ჯარიმები დაფარულიყო და ეს ადარდებთ მათ როგორც ჩანს ყველაზე მეტად. გამოძიების ფარგლებში ერთნიშნულად დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად და სწორედ ამ ფარგლებში დაესვა დღეს რა თქმა უნდა კითხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ამ შემთხვევაში მან დაგვიდასტურა ის, რომ იყო ჩართული უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში და ასევე გარკვეული სახის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციას გაწეული აქვს უშუალოდ აქციისთვის სხვადასხვა ნივთების შესაძენად, რომელიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული. 10 მილიონი ლარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლი და სიგარეტი ამიღო საგამოძიებო სამსახურმა. დაკავებულია 7 პირი, მათ შორის არის ყოფილი მოკრივე ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი. საუბარია 75,000 ბოთსასმელსა და 318,000 კოლოფ უაქციზო სიგარეტზე. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებს წლების განმავლობაში შიდა ქართლში არალეგალური ქარხანა ჰქონდათ, სადაც პროდუქციას კუსტარულად ამზადებდნენ. კურიერის სოფელ ვარიანში ჩავიდა გიორგი კანდელაკის ოჯახს კომენტარი არ გაუკეთებია. დაკავებულია ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა ტარების ბრალდებით აიყვანეს. კურიერის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა ტარებას გულისხმობს. უყურებთ კურიერს 6 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვართ. ერთი დაკავება ლევან ჯანგველაძის სპრელობის საქმეზე პოლიციამ საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუხარის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. საზღვარგარეთ მყოფ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარადგინა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულმა თითქოს და მის საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით შეხვედრაზე დაითანხმა ლევან ჯანგველაძის სპრელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი. შეხვედრისას ის მობილური ტელეფონით გაასაუბრა ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ამჟამად საზღვარგარეთ მყოფ თან, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება 365 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში 20 გამარჯვებული გამოაცხადა. ისინი უცხოელმა ექსპერტებმა გამოაცხადეს. უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ სტარტაპერებს საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი idეების წარსადგენად. პროგრამის ფარგლებში ჯამურად 275 პროექტია დაფინანსებული. პროგრამა 2026 წლის დასაწყისში ამოქმედება. ღონისძიება შეკვეთილში დღეს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ძალიან გვიხარია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საჯარო და კერძო სექტორი აქტიურად თანამშრომლობთ ერთმანეთთან სტარტაპების განვითარების მიმართულებით, იმისათვის რომ შექმნათ უფრო ხელსაყრელი გარემო სტარტაპებისთვის ჩვენს ქვეყანაში და ამისათვის, როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ გავამარტივეთ საგადასახადო კანონმდებლობაც, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ მიიღოთ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და პირველი 3 წლის განმავლობაში მთლიანად გათავისუფლდებით, რა თქმა უნდა, საშემოსავლო გადასახადისგან. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელშეუწყობს სტარტაპების განვითარებას, შესაბამის ინფრასტრუქტურის განვითარებას. მომავალშიც კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელშეუწყობს ამ მიმართულების შემდგომ განვითარებას. საქართველოს ხელისუფლებისთვის სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება და ხელშეწყობა ყოველთვის იყო, არის და იქნება განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ტექნოლოგიების, კრეატიული ბიზნესებისა და მაღალი ღირებულებების სერვისების მიმართულებით განვითარდეს და შექმნას მიმზიდველი გარემო, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო რეზიდენტებისთვის. ამ გზაზე უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში 264 სტარტაპი უკვე ჯამურად 43 მილიონი ლარით დაფინანსდა. შედეგად აღნიშნული სტარტაპების მიერ მიღებული კერძო სარგებლის მოცულობამ 700 მილიონ ლარს მიაღწია. დღეს ირაკლი ყობახიძე ქობულეთში ჩელე არენას მოედნების რეაბილიტაციას გაეცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში შეიცვალა მინდვრის საფარი. ორ სტადიონზე მოეწყო განათებები, განახლდა ტრიბუნებისა და ადმინისტრაციული შენობის ნაწილი. პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც განათებებისა და ტრიბუნების მოწყობას მოიცავს, წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდე. მთავრობის ეფექტიანობით საქართველოს ევროპის საუკეთესო 20-ში ინდექსი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა. მთავრობის ეფექტიანობის შეფასებით საქართველოს მსოფლიოში 35 ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს და ყველა კანდიდატს. მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი ასახავს პოლიტიკის, საჯარო სერვისების, საჯარო სამსახურისა და პოლიტიკური ზეწოლისგან მისი დამოუკიდებლობის ხარისხს. შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთშია. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოწვევით გეკა გელაძე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს. გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს მსოფლიოს 120 ქვეყნის ლიდერები განეხილავენ. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა ჩინელ კოლეგასთან. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების, ასევე გაეროს, ინტერპოლისა და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატებს თველში უმასპინძლა ელჩებისთვის კახეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები გაიმართა. ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ისტორიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მათ კახეთში უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა რთველი 2025-ში მიიღეს. შატო ზეგაანში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები გაიმართა. სტუმრებმა ვაზის უნიკალური ჯიშები მოინახულეს და ღვინის დაყენების ტრადიციულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. საქართველოს საოცარი ქვეყანაა მდიდარი ისტორიით, ტრადიციებით, განსხვავებული რეგიონებით, უნიკალური გეოგრაფიით და რაც მთავარია საოცარი ხალხით. მქონდა შესაძლებლობა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხე მენახა და მრავალფეროვან ტრადიციებს გავცნობოდი. ძალიან მიხარია, რომ დღესაც ამას ვაკეთებ და მოუთმენლად ველი, რომ მომავალშიც გავაგრძელო. ეს მშვენიერი ქვეყანა ცნობილია თავისი ღვინის კულტურითა და სამზარეულოთი. ეს ჩემი პირველი რთველია, რაც უძველეს ტრადიციას ყურძნის ნაყოფის შეგროვებას ნიშნავს. ადამიანები დილა-ადრიან იღვიძებენ, ყურძერს აგროვებენ და სამუშაოს დასრულების შემდეგ საზეიმოდ აღნიშნავენ. დიდი მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შესაძლებლობისთვის.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მსგავსი ღონისძიებები დიპლომატიური კორპუსის წევრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მდიდარ კულტურასა და ტრადიციებს ეზიარონ. თველი, რომელიც არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ღვინის კეთების ტრადიცია და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ბარათი, სავიზიტო ბარათი ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია რომ ის ელჩები, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან, რომელიც ამ ქვეყანაში მუშაობენ, საქართველოსთან ურთიერთობებში წარმოადგენენ საკუთარ ქვეყნებს, იყვნენ კარგად გაცნობიერებული სწორედ საქართველოს ტრადიციებში. რთველში საგარეო საქმეთა მინისტრსა და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და სახელმწიფო წმუნებულიც მონაწილეობდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ელჩების ვიზიტი კახეთში, ადგილზე გაეცნენ ნახეს როგორც თველის მიმდინარეობს პროცესი, ასევე ის უდიდესი და უძველესი ტრადიცია, რომელიც არის თვითონ რთველი 8000 წლიანი მოსავლის აღების პერიოდი, როდესაც ამ კულტურას და ამ ღირებულებებს ადგილზე ეცნობიან, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტობრივად გრძნობენ საქართველოს სულს. კახეთის რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, როდესაც რთველის პროცესში მონაწილეობას იღებს რამდენიმე ათეული დიპლომატი. მათ დღეს საშუალება ჰქონდათ დაეწურათ ყურძენი, დაეკრიფათ ვენახი, დაეგემოვნებინათ კახური ტრადიციული კერძები და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მიიღოთ მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ უცხოელ დიპლომატებს მევენახეობა მეღვინეობის მრავალ საუკუნეოვან მნიშვნელობასა და 2025 წლის რთველის მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა. არჩევნებამდე 16 დღეა დარჩენილი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია. სწორედ ამ თემით დავბრუნდებით რამდენიმე წამში სტუმართან ერთად. ჩვენ კითხობს დავით ხაბეიშვილი უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში.